გამარჯობა, მაქსი ვარ საჭმლის თვითაღიარებული კრიტიკოსი, რომელიც კაიხანია YouTube-ზე აღარ გამოჩენილა. აი, ძალიან სპონტანური ვიდეოა. კაიხანია უკვე არ დამრბევია. ბურგერლომები გამოვიძახე, იმიტომ რომ ძალიან მაგარი საბურგერია და ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეს მევასება. და რო გამოვიძახე, არ ვფიქრობ ბავშვი ვიდეოს გადაღებას და რო გამოვიძახე და მოვიდა და ესენი დავალაგე, მეთქი დავაი ხა, ვარემ ვიდეოს გადავიღებ თქო, რა რამდენი ხანია ფასტფუდი არ ვიჭამია თქო და ვიღებ. ეს არის სტეიკ ბურგერი. წესით აქ უნდა იყოს ბურგერით და ღორის სტეიკიც. და საკამაოდ საინტერესო რაღაცაა 48 ლარს ერთ-ერთ სტეიკი და ბურგერი. იაფი არ არის, მაგრამ თუ კარგი არის. ჰა. 48 ლარი ბურგერი და სტეიკი ნაღდად ღირს. მოყვა соусები, ჰალაპენიო, ეს ალბათ ყველის соусია, ეს ალბათ ყველის ხარის соусია. მოყვა ჩანგალი, ალბათ მეორე საჭმელისთვის. პირველი საჭმელი ნახოთ. ოუ ვაუ. აქ არის ნამდვილად სტეიკი, ღორის სტეიკი და ბურგერი. გამოიყურება მშვენივრად. და მეორე რაღაცა არის ნაგეტები ლომების соусში თუ რაღაცა ეგეთი, ანუ ბურგერლომები არის. ბურგერლომები არის საოცარი რა. ძალიან მძიმეა. ზევიდან ნაგეტები ალაგია, ყველი არის მომდნარი და ვაფშე სალათს ფურცლები და რაღაცები ვაფშე ვერ ვიგებ რა არის. მოდი ახლა ბურგერი ცოტა ხანი ჩავაჩოჩოთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მაინტერესებს რა. შეხედე. ამისთვის არის ალბათ ჩანგალი. ბიჭო ეს რა. ესე იგი, ნახოთ რისგან შედგება. ცოტა გაცილებულია, იმიტომ რომ ვოლტის საათნახევარი მომდა მიტანას. საერთოდ ვინც ვოლტს და გლოვოს და რაღაცებს იყენებს, თვითონ მეკმაყოფილი ხართ მაგით. ორივე ესეთი დებილობა სერვისია, რომ მაგათ როგორც კონკურენტი გამოუჩნდებათ, ეგრევე დაერხებათ. გვერდზე ჩემი ბალღის წუწუნი ისმის, ეხლა უნდა დაიძინოს და არ არის რა დამ ეს ყველი მდგომარეობაში როგორც უნდა იყოს. მაგრამ ეს რაღაცა არის სუპერ, არა ჯანსაღი და გემრიელი. ესე იგი, აქ არის სალათის ფურცლები, დაბლა არის free, ალბათ ბურგერლომების სპეციალური соусით, კოქსი არ გეჭმება შენ ესენი, დამანებე თავი. free არის ბურგერლომების სპეციალური соусით და ზევიდან ნაგეტები ალაგია, ყველი აქ მოსხმული და შორის არის ჰალაპენიოები და მაგარი რამეა. ალბათ არის ერთი 2000 კალორია მინიმუმ აი ამ ბოულში, მაგრამ მაგარი გემრიელია რა, თვეში ერთხელ ღირს. ძალიან კაია. შემეჟვი. თელი დღე არ მიჭამია შეჯება დავანებე თავი. აუ სვეტში აი გუშინ საღამოს ჭამე 6 საათზე. ეხლა არის ღამის 12 საათი, მაგის მე არ მიჭამია. არ ვიცი რატო, რა ვიცი, უბრალოდ ესე დაემთხვა რა. აუ რა კაია. სუპერ. ნაგეტებიც ძალიან გემრიელია. ყველიც კაია. აი არ არსებობს ადამიანი, რომელსაც სწრაფი კვება და მსგავსი რაღაცები უყვართ და ეს არ მოეწონება რა, ძალიან გემრიელია. გორდა შანსი არ არის ეს მთლიანი შეჭამო ალბათ რა. იმიტომ რომ ძალიან მასიურია, აი, არ ვიცი, ალბათ 1 კილო იქნება. აუ, ოხსა, ეხა ეს არ ჭამო, თორემ გატარაწავ შენ ხო იცი. თავარი გიმრი მაინც ბურგერია. მიუხედავად იმისა, რომ ამან ჩემი ყურადღება ნაღდად მიიქცია და პირველი ეს გავსინჯე. მაგრაა. კატარა ჟილკიანი, ემინა არ შემეშვება სანამ არ ვაჭმა, მაგრამ არ ვაჭმა არასოდეს. ეს ლომების соуსი ხა დიდად შთამბეჭდავი რაღაცა არ არის მართალი გითხრა. ნორმალური რამეა, მაგრამ ეს ცალკე კარტოფილთან ერთად, მაგრამ აი აქ იყო ძალიან გემრიელი. მოდი კიდე ერთიც ამოვყრათ და მე გადავიდეთ ბურგერზე. ამას ჭამა დანაშაულია. სულ ამას გამოვიძახევდი. ემანერა დავლია თუ რაღაცა ორი ამი, იმიტომ რომ 24 საათზე მე დაახლოებით 30 საათის ჯერ რო ვიყავ. ამას რო ჩავიყრი მუცელში, ავე სულ არ ვიხდეთ ხო და წამალ დავლეცინეს. მენერა უბედური ვაჭი. სანამ გადავალთ ბურგერზე, აი ეს ლომების соуსი ნაგეტებით ღირს 19 ლარი, რაც საერთოდ არ არის ძვირი, აი ამ ხელა მასის საჭმელისთვის, სადაც ესეთი გემრიელი соуსია, ამდენი კარტოფილი ფრი არის და ნაგეტები და ყველი და რავი რაც არის ყველაფერი, საერთოდ არ არის ძვირი. ძალიან კარგი ფასია. просто არც ისე კარგი საჭმელი არის, ნახშირწყლებიაც არის და ცოტა ცილა. სასარგებლო ვაფშე არ არის. მაგრამ ესეც საჭმელს შენ იმიტომ არ ვჭამ, სასარგებლო იყოს. ესეც საჭმელს იმიტომ ვჭამთ, რომ თავს რაღაც დავუშავოთ. ხო არ ერთხელ მithქვამს, რომ რა არის ჩიტ-დეი ლუდის გარეშე თქო, არ არსებობს. ხო და ეს არის ლუდი. ბავშვობაში მახსოვს ბალტიკა 7. აი არ ვიცი თუ იმას გახსოვთ კომენტარებში დამწერეთ. მაღაზიაში მომკარი თვალი ამ ბალტიკა 7-ს. და აი ბავშვობაში მახსოვს რა, იმის მე აღარც მინახავს მე მგონი. ხო და მეთქი რა საინტერესოა როგორია ეს ლუდი, იმიტომ რომ ბავშვობაში მაგარი სახელი ქონდა რა, მაგარულოდი თვლებოდა და ეხა რო დავლია, აი ჩოლებრი ნატახტარია იმენა ვაფშე არ ვარ. ლუდი კი არა, იმედგაცრუება. ბალტიკა 7 თუ შეგხვდება მაღაზიაში, ცივად ჩაუვარე გვერდზე. ესეც ჩვენი ბურგერი. საკმაოდ მოშნი ბურგერია, 300 გრამი ხორცით არის, ყველი აქვს, ყველი
ხორცი, კიტრი, ყველი ხორცი, კიტრი, სალათბურცელი, ხახვი და соуსები. მარტივი ბურგერია. აი, რაც უნდა იყოს ბურგერი, იდეაში დამატებითი რაღაცეების გარეშე არის ეგ. მარტივი ჯიგარი ბურგერი. შორიდან. გემოზე დარწმუნებული ვარ, კაი იქნება, იმიტომ რომ ბურგერლობები ჩემი აზრით ერთ-ერთი ტოპ საბურგერია თბილისში. ვიღაცეებს კოჩიც ბურგერი და ბიგსემი და რაღაცები რო გევასებათ, ეგენი ახლოსაც არ არის საერთოდ კარგ ბურგერებთან. ბურგერლომები, ბურგერ-ბარი და სხვა არ მახსენდება. Number 8 გაცილებით სხვა ლეველია, ვიდრე ის რაღაცეები, რაც კარგი ბურგერი გგონიათ. აბა წავიდა. მარტივი, ნაღდი, გემრიელი, რაც უნდა იყოს ბურგერი. აი, ხო არაფერი განსაკუთრებული არ აქვს. ხორცი, ყველი, პური, სალათბურცელი, ხახვი, კიტრი, соуსები. ის რაც ყველა ბურგერს აქვს. მაგრამ კარგი პროდუქტები თუ არ გაკეთებული და კარგად თუ არ გაკეთებული, არის ძალიან გემრიელი რა. კოქსი რა საკეთებ, ძმაო? რა საკეთებ, ძმაო? აბა, მოშორდი ახლა აქედან. მოშორდი. რაც კარგი მწვადი შეგდება, რომ უბრალოდ კარგი ხორცი უნდა იყოს, კარგი ნაჭრები უნდა არჩიო, კარგად უნდა შეწვა და მეტი არაფერი. იგივე არის ბურგერიც და ვაფშე საჭმელი რა. კარგად უნდა გააკეთო და ხარისხიანი პროდუქტებით უნდა გააკეთო და ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ბურგერი არის მაგის ნათელი მაგალითი. ბეჭში როგორია? არც ბეკონი, პომიდორიც კი არა, არც რავი რაღაც განსაკუთრებული соуსები, განსაკუთრებული ყოლები არაფერი რა. არ ჭირდება არაფერი, იმით რომ გემრიელი იყოს. უბრალოდ ჯიგრული უნდა იყოს, აი კარგი პროდუქტებით უნდა გააკეთდეს. ძალიან კაი ჩიტეი მაქვს, მაყოფილი ვარ. ხშირად მაგ ხოლმე ჩიტეები, რომ მაყოფილი არა ვარ. ეხა ვარ. ეს არის ღორის სტეიკი. მე მგონი ძალიან შემწვარია. ვიზუალურად სახელმწიფოდ არ გამოიყურება, აი შეხედე. ძალიან გამოგიშვიათ მეგობრებო, ძალიან მშრალია. ოდნავ წონო დაგეტოვებინათ. ცვარი. არ გეჭმება ძმაო. ღორი არ გეჭმება. ამას არ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ძირად არ მომეწონა და ბევრი საჭმელი მაქვს ძალიან, რომელიც ამაზე გაცილებით მეტად მომეწონა. ბურგერს გავაგრძელებ, იმასაც ტუტას იმას ვიზავ, მოდი ლუდსაც დავისხავ და რაღაცებზე ვილაპარაკოთ. დასკვნას ბოლოში მოგახსენებთ. არ გათიშო ვიდეო, გამოიწერი არხი, დალაიქე ვიდეო. ორი ლუდი მაქვს. ერთი პავლანერი, გაუფილტრავი, Weissbier და ერთიც ჰაკერფშორი, გაუფილტრავი, Weissbier ეგეც. პოლონას ხშირად ვსვავ ხოლმე. ამიტომ მოდი ახლა ჰაკერფშორს მოვიტან, ცოტა მომენატრა და იმიტომ. აუ, კოქსი არ გცხვენია. შეპაროჭო შენ. მოშორდი ახლა აქედან. ხედავ, როგორც კი გავედი ეგრევე საჭმელს მეეპარა და შემოთავწყო პროჭი ეს. აი ჰაკერფშორის გაუფილტრავი კილაში. ლუდი როგორი ცუდი სასმელია იცი? ძალიან ცუდი. მით უმეტეს მსუქანი კაცისთვის უცუდესი. ამაზე ცუდს ალბათ ვერაფერს დავებ. შეიცავს ძალიან ბევრ ნახშირწყლებს. შეიცავს ალკოჰოლს. როგორც პური ჭამოვაღონ თხევადი ეგეთი რაღაცაა. ასევე ქალურ ჰორმონს შეიცავს, ძუძუებს ზრდის, ღიპს ზრდის, საშინელი სასმელია. ძალიან ცუდი ერთი შეხედვით და ერთი გაგებით. მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, თირკმლებს წმენს, კარგია კორტიზოლს შეიცავს, სტრესის ჰორმონსაც გამშვიდებს და ასევე ძალიან გემრიელია. გაგვიმარჯოს. ჰაკერფშორი თავის ლეველზე დგას. ჩემ გოგოს მაგალითად ვაფშე არ ესმის ლუდი გემრიელია რას ნიშნავს რა, ვაფშე ვერ იგებს, ვერ ამოღამებს და ვერ ხვდება რომ ლუდი გემრიელია. და ალბათ ეგეთი ადამიანებიც არსებობთ, მაგრამ ისეთების თუ არსებობთ, ვინც ხვდებით რომ ლუდი რა გემრიელია, თქვენთან ვარ მე. მე როგორც ახლა საჭმელების მოყვარული კაცი და ზოგადად რა, ესეთი კონტენტის მოყვარული კაცი, ხშირად ვუყურებ ხოლმე იმას რა, ეგეთ ვიდეოებს YouTube-ზე, როცა მოწყენილი ვარ და დაღლილი ვარ ან რაღაცა, ჭამის დროსაც ამ კონტენტს უყურება მიყვარს, ახლა როგორც შენ მიყვარებ და გიყვარს ეს, მეც ვიღაც სხვებსაც ვუყურებ, ჩემთანაც არ ვუყურებ, მაგრამ სხვებს ვუყურებ. გულმანზე კარგი მოვასება ძალიან რა. ოღონდ ტრუპი. აი შონზოს რესპექტი, მაგრამ შონზოს ვიდეოები არ მომწონს რა. ვფიქრობ ძალიან მიკორძებულია და საერთოდ არ არის კრიტიკული საერთოდ. ну მაგიტომ ტრუპი კიდე ნამდვილი იყო და ტრუპის ვიდეოები უფრო მომწონს და რატო ჩამოვაგდი ამაზე ლაპარაკი. თუ ახლა წინ უყურებდი რა, ერთ-ერთ ტრუპის ვიდეოს და აი სხვა ადრე გადაღებულებია, აი 6-7 წლის წინ გადაღებულებია ალბათ. შენობაში არის ტიპი რესტორანში რა და სიგარეტს უკრებს და ეწევა და ძალიან გამიკვირდა ბიჭო. იმის მერე როგორ შეიცვალა რეალობა რომ შენობაში სიგარეტს მოწევა, რაღაც ის მეთქი რასაკეთებს და მე გამახსენდა რომ ადრე ხო ეგრე იყო რა. შენობაში მოწევა შეიძლება. აუ ეს პროსტა ისე ერთ-ერთი ამონარიდი ჩემი დღიდან. არ ვიცი ხარ ამ გამახსენა, მაგრამ
Დამნიანდი ხალხს ლაპარაკუა, მაგრამ სადმე რო ხარ რა? ან დარბაზში ან აუზზე ან სადღაც გასახდელებია რა. საშხაპები სადაც არის. მან თქო ბიჭები ერთ გასახდელში არიან, მოგები მეორე გასახდელში არიან რა. აი ესე ვიღაცა ხა ბიჭების გასახდელში ყოფილა, მოგების გასახდელში არ ყოფილა რა. ესეთი ტიპები ხო არიან რომ საშხაპიდან ესე გამოტანტალდება და ტინკი ვინკი უკანავებს. ბიჭო აი მაგ ტიპებს მოგმართავთ რა. თქვენ გონიათ ვინმე გზავნებს თქვენ ტინკის დანახვა? ხო შეიძლება ამ პირსახოთ შემოიხვიო, ან ტროზიკი ამოიწვა, ან რაღაცა ეჭვს. ძალიან გულში მაქვს ჩარჩენილი ეს საკითხი რა, აი ჩემ დარბაზში. ესე ვარჯიშს მოვჩი, ვიცვლი, ამოვწევ თავს და ვიღაცა რუსი მოქანაობს ესე. ქართველებმა ნაკლებად რა, უფრო უცხოელები შვებიან მაგას, აი გარშემო მუსულმანური ქვეყნებიდან ან რუსეთიდან ან რაღაც მაგ ქვეყნებიდან რა. მე მგონი რა, როგორც ვიზუალზე ვატყუთ რა ისე, შეიძლება ქართველიც იყოს ენა. ბიჭებს არ გვსიამოვნებს მაგისთან ნახვა. ხა ვიღაცა შეიძლება სიამოვნებს კიდეც რა ვიცი, მაგრამ ბიჭებს გულისხმობ და არა სხვანაირი ბიჭებს. კაროჩ დაიკიდე კარგი. შევყევი ძალიან. წვადის მიმართ ხო იცი როგორი სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს, ხო და? თბილისობა რო 20-21 სექტემბერს გადმოიტანეს ხო იცი? ხო და 20-21 სექტემბერს სახელოსნო ბარის წინ შეგვიწვათ მწვადებს, ყველა შეგიძლიათ მოხვიდეთ და ჩემი შემწვარი მწვადი გასინჯოთ. მარტო 2 დღე იქნება. პროსტა აი გორდა დავწყვეტეთ, რომ ეს მწვადები გვექნა, იმიტომ რომ მე ძალიან მევასება და ჩემ გარემოცვალსაც იქ და რადგან ჩემ ახსენს გარკვეული ნებათქება ჩემ მწვადებზე არსებობს, ვისაც სურვილი და საშუალება გექნებათ 4 საათიდან 20-21 სექტემბერს მოდით და ჩემი შემწვარ მწვადებს და გაგემოვნებინებთ ძალიან დიდი სიამოვნებით. ოღონდ დაიმახსოვრეთ, როცა მწვადს იყიდით, ყემალი ან რაღაც საწეველი მწვადთან არ მთხოვოთ, თორე დაგცინებთ. მარტო ხახვი, მწვადი პური. როგორც ასაწყისში ვთქვი, ბურგერლომები არის საუკეთესო თქო, იმედები საერთოდ არ გავუცროებია. აი ამას თუ არ ჩავთვლით, ღორის ხორცთან მუშაობა ყველა მარიცის და ეს მესმის რა, გამოუშვათ. არა უშავს. ღორის ხორცი რთულია. ღორის ხორცი თავნებაა. საუთარია. ესეთი მარტივი ბურგერი, ესეთი გემრიელი, სხვა საბურგერებში სად შეიძლება გასინჯო არ ვიცი. ამას რაც შეეხება ამ ხელა საჭმელს 19 ლარად სადმე თუ იშოვი არ ვიცი, არ მგონია რა. ნებისმიერ შემთხვევაში 10 ბურგერს 10 და სტეიქს ალბათ 2 სტეიქს ალბათ 5. მაგრამ საბოლოო ჯამში ბურგერლომებს 10. იმიტომ რომ ესეთი ხარისხი უჭირავთ. ეს იყო შენი მაქსიკოლოფსიკო, არხი გამოიწერე, ვიდეო დალაიქე და 20-21 სექტემბერს გეულდები რიყის პარკში სახელოსნო ბარის წინ მწვადებზე. აბა, წავედი.